დედამიწა მოუსვენარი პლანეტაა. წელიწადის დროების მონაცვლეობას მზის გარშემო მისი ბრუნვა განაპირობებს. ეს ეპიკური თავგადასავალი ცხოვრების რიტმს ქმნის. ადამიანი ახალი წლის დაწყებას განსაკუთრებული რიტუალებითა და ზეიმით აღნიშნავს. ბუნება წლიური ციკლის დასაწყის თავისებური ფერებით ხვდება. წელიწადის სვლას პლანეტაზე საოცარი მოვლენები, მიგრაცია, ხელახლა დაბადება და გარდასახვა ახლავს. წამიდან წამამდე, თვიდან თვემდე. დედამიწაზე კიდევ ერთი ველური წელი სრულდება. ველური წელი დედამიწაზე. იანვარი-თებერვალი, წლის დასაწყისი. მილიარდობით წლის წინ დედამიწა ცეცხლისგან იშვა. დღეს ცეცხლით ახალ წელს ხვდებიან. ახლა უკიდურესობათა დროა, როგორც ზაფხულის სიცხის, ისევე ზამთრის სიცივის თვალსაზრისით. წელიწადის დროებს, რომელთაც ვიცნობთ, უცნაური წარმომავლობა აქვთ. პლანეტათა შეჯახების გამო დედამიწა ღერძისგან 23.5 გრადუსით გადაიხარა და სამუდამოდ ასეთ მდგომარეობაში დარჩა. მცირე დახრილობამ პლანეტის ზედაპირის მცხოვრებლებს გარკვეული შედეგები მოუტანა. იანვარში სამხრეთი ნახევარსფერო მზის ძალას სრულად შეიგრძნობს. მზისგან გადახრილი ჩრდილოეთი ნახევარსფერო სიცივეში რჩება. არქტიკული იანვარი -40 გრადუსზე მეტყინვას ნიშნავს. დღე ძალიან მოკლეა. აქ უმკაცრესი პირობებია, რომელთა გაძლება ნებისმიერ არსებას არ შეუძლია. წარმოუდგენელია, მაგრამ პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი მტაცებელი ამ თითქოს და უსიცოცხლო გარემოში დაიბადა. ეს ჩრდილოეთის დათვია. ხვადი მარტო დახეტიალობს. ზამთრის ყინვა არ აწუხებს. მისი სხეულის მასის ნახევარი ცხიმისგან შედგება. ბეწვის ქვეშ შავი ფერის ტყავი იმალება, რომელიც მზის სითბოს მცირე ნაწილს შთანთქავს. ეს ყინულოვანი სამეფოს ნამდვილი მეფეა. ყინულოვანი მიწის მკვიდრი პოლარული დათვი ერთადერთი არსება არ არის, რომელიც წლის ამ დროს არქტიკულ ექსტრემალურ პირობებს უმკლავდება. იანვარში პოლარული რეაქტიული ციკლონის ნაკადი სამხრეთისკენ მიიწევს და ღრმად იჭრება ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს მძლავრი, სწრაფად მოძრავი ჰაერის მასა კლდოვან მთებს მოიცავს. თოვლი თითქმის 1 მეტრის სიმაღლისაა.
თავის გადასარჩენად ცხოველებმა თოვლი მეგობრად უნდა აქციონ და არა მტრად. ღამის მტაცებელი ზამთარში დღის სინათლეზე ნადირობს. რქიანი დიდი ბუ. საკვების რაოდენობა შემცირებულია, რაც მის მადაზე ვერ ვიტყვით. ფუს დღეში 100 გრამი ხორცი სჭირდება, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. ეს 3 მღრღნელი სტოლფასი ულუფაა. სხვა მცირე ზომის ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით, მემინდვრია ძილში არ იზამთრებს. ის ზამთარში თოვლის ქვეშ გვირაბების მთელ ლაბირინთს თხრის. თეთრი ხალიჩის ქვეშ მოძრაობისას მემინდვრია თითქმის შეუმჩნევლად შრაშუნებს. თუმცა ბუ ამ ხმას 20 მეტრის მოშორებითაც აფიქსირებს. მემინდვრიას თავდაცვის უტყუარი ინსტინქტი და სწრაფი რეაქცია აქვს. თუმცა კატათაგვობანას თამაში აქ არ სრულდება. მემინდვრიას ერთი სუსტი წერტილი აქვს. თოვლის ქვეშ საკვებს არ იმარაგებს. მისი მოპოვება მუდმივად სჭირდება. საკვების მოპოვება საფარიდან გამოსვლას ნიშნავს. ჩრდილოეთის სუსხიან ქართან ერთად მონადირე ფრენას აგრძელებს. პოლარული რეაქტიული ციკლონი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს კვეთს და სამხრეთისკენ იხრება. სეზონიდან გამომდინარე პოლარული ჰაერის ნაკადი განსხვავებულ გავლენას ახდენს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის ცივ ტალღებზე. ზამთრის შტორმი ზღვას მეტისმეტად აფორიაქებს. კალიფორნიის სანაპიროს გასწვრივ რამდენიმე კლდოვანი ყურე ერთადერთ თავშესაფრად რჩება. წყლის ტემპერატურას, რომელიც 12 გრადუს ცელსიუსზე მეტად ართმება, ვერსად გაექცევი. საბედნიეროდ ზღვის წავებს სიცივე უყვართ. უამრავი ცხოველი დასაწყვილებლად გაზაფხულის თბილ დღეებს ელოდება, თუმცა არა წავები. ისინი ნაშიერთ მაშინ აჩენენ, როცა ზღვა ყველაზე ცივია.
საზღვაო სამშობიარო პალატაში სხვადასხვა ასაკის სწავების მთელი ჯგუფი დაგხვდებათ. ეს 6 კვირის სწავი მაშინ დაიბადა, როცა პირველად აცივდა. დედის მუცელზე მოთავსებული თავს უსაფრთხოდ გრძნობს და გარე სამყაროს ეცნობა. ყველაზე სახალისო მოზარდების საბრძოლო თამაშებია. დედა მიცის, რომ მისი ნაშიერი უხეში თამაშებისთვის მზად არ არის. მაგრამ თანახმაა შვილს დამოუკიდებლობის უფლება მისცეს. ეს დედა საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი საქმე შეასრულოს. ცხოველთა შორის სწავს ყველაზე ხშირი ბეწვი აქვს. ორფენიანი ბეწვის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 150,000-ზე მეტი ღერია მოთავსებული. ვარცხნა კანი და ნატურალურ ზეთის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სწავის ბეწვს წყალგაუმტარად აქცევს. დედა შვილს აკვირდება, რამე ახალს თუ სწავლობს. ცუდი არ არის. თავის მოწესრიგება დასრულდა, ახლა სადილზე უნდა იზრუნონ. პატარა წავი სანადიროდ ვერ მიდის, მაგრამ მისი მარტო დატოვებაც შეუძლებელია. დედა წავი შვილს აბამს, რომ ოკეანის დინებამ არ გაიტაცოს. ზღვის წავი წყალმცენარეებს იყენებს, რათა ნაშიერმა ტალღებზე წონასწორობა შეინარჩუნოს და უმეთვალყურეოდ ცურვა არ მოინდომოს. შვიდად. დედა მიცის, რასაც აკეთებს. წყალმცენარეთა ბადის ქვეშ საკვები უნდა ეძებოს. საკვები ნივთიერებით მდიდარი წყლის ჭავლი ოკეანის სიღრმიდან მონტერეის ყურის წყალქვეშა კანიონისკენ მიედინება. აქ უთვალავი ბინადარია, მათ შორის ეს ეკლიანი ჯარიც. ზღვის ზღარბები წყალმცენარეებს მიირთმევენ. საბედნიეროდ, წავები ზღარბებით იკვებებიან. ზღვის პროდუქტების სუფრა მიდიებითაც არის სავსე. დედა წავი საკვების მომპოვებას აუჩქარებლად აგრძელებს. შემდეგ წყლის ზედაპირზე ბრუნდება და თათებით მოლუსკები მოაქვს. დღეს კარგი ნადავლი ჰქონდათ. შიმშილი დამარცხებულია, დედა წავი შვილს ეძებს. ის უმეთვალყურეოდაა, წყალმცენარეებში გახვეული. სქელი ბეწვი სამაშველო ჟილეტის როლს ასრულებს. დედა წავი შვილს მუცელზე იწვენს. ის აქ ყველაზე დაცულად გრძნობს თავს. იანვარში ყველა ძუძუმწოვარს გადარჩენისთვის ბრძოლა არ უწევს. ჩრდილოეთ ამერიკის მეორე მხარეს ოკეანის წყალი გაცილებით თბილია. აღმოსავლეთ სანაპიროზე ტროპიკული ზონიდან ატლანტის სანაპიროს გასწვრივ გოლფსტრიმი მოედინება,
ის წყლისა და ჰაერის ტემპერატურას ზომიერებას უნარჩუნებს. ხალხი ზამთრის დღესასწაულების გასატარებლად ფლორიდაში, ზიან შტატში მიემგზავრება. ამავეს აკეთებს ლამანტინი. ზოგიერთი მათგანი 600 კილომეტრზე მეტს გადის, რომ სიცივეს თავი დააღწიოს. მიუხედავად გარეგნული მონაცემებისა, ლამანტინის სხეულს სიცივისგან დამცავი ქონის მსხვილი ფენა არ აქვს. თუ წყლის ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბალია, მას საჭმლის მონელება და სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება უჭირს. ლამანტინისთვის სახიფათოა ადამიანების სიახლოვეს ზამთრის დღესასწაულების გატარება. ხშირია გემებთან შეჯახების შემთხვევები. ამიტომ ლამანტინების უმრავლესობას პროპელერისგან დარჩენილი ნაიარევი აქვთ. ეს ხნიერი ლამანტინი ზამთარს აქ ალბათ უკანასკნელად ატარებს. ტრავმები მისი ჯანმრთელობისთვის მძიმე გამოცდად იქცა. საფრთხის მიუხედავად ლამანტინები აქ ყოველ წელს ბრუნდებიან. ამ ტერიტორიაზე 6000-მდე ლამანტინი ბინადრობს. თუმცა, როცა ზამთარი ძალას იკრებს, სხვა მათთვის აქაც ზედმეტად ცივდება. ასე რომ ლამანტინები მოძრაობას აგრძელებენ. ისინი ზემოთ თბილი მდინარეებისკენ მიცურავენ, სადაც ტემპერატურა სტაბილურად 22 გრადუსზე რჩება. ამიტომ ნავებთან შეჯახება აღარ ემუქრებათ. ლამანტინის სხვადასხვა ასაკის ნაშიერები დედებთან ერთად მოგზაურობენ. ისინი ძუძუმწოვრები არიან და ცურვის დროს იკვებებიან. ცურვის დროს სწავლობენ ყველაფერს, რაც სხეულს სჭირდება. აგრეთვე წელიწადის სხვადასხვა დროს მოგზაურობას. ეს ამ ახალგაზრდა ლამანტინისთვის პირველი მოგზაურობაა. ცხოვრების განმავლობაში ფლორიდას ალბათ 60 ჯერ მაინც ესტუმრება. მთელ სამყაროში ზამთრის პირობებს სხვა არსებებიც გაურბიან. გოლფსტრიმის თბილი დინების გავლენა ატლანტის სანაპიროს ცდება და დასავლეთ ევროპის ტერიტორიას წვდება. იანვარში ტემპერატურა იმავე განედებთან შედარებით აქ უფრო ზომიერია. ეს შავმა ღერღეტებმა კარგად იციან, როცა იანვარში საფრანგეთის სანაპიროსკენ მიეშურებიან. მათ მშობლიურ ციმბირთან შედარებით, აქ საოცარი სითბოა. კონტინენტზე უფრო ღრმად შესვლისას ზამთარში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ბავარიის ალპებში წელიწადის ყველაზე ცივ დღეებს ადამიანები სახლებში ატარებენ, რომ ნულოვან ტემპერატურას მოერიდონ. დამალვა ზამთრის სეზონზე გადარჩენის საუკეთესო სტრატეგიაა. ამას მრავალი არსება იაზრებს. პატარა სორო, თუნდაც გაყინულ მიწაზე, საკმაოდ თბილია კვერცხების გამოსაჩეკად. ოღონდ მკაცრი დაცვის ქვეშ. ეს ყურბელას ძვირფასი მონაგარია. დედა შეუსვენებლად მუშაობს, რომ პაწაწინა კვერცხებს ტენი შეუნარჩუნოს. წმენდს, რომ უბი არ მოეკიდოს. როცა 60 კვერცხი გაქვს, თითო ასანთის ღერის თავის ხელა, საქმე არასდროს გამოგელება. მსგავსი დედობრივი მზრუნველობა მწერების სამყაროში იშვიათობაა.
ყურბელა კვერცხებზე ზრუნავს, სანამ მომავალი თაობა სამყაროს არ იხილავს. მალე კვერცხის თხელი ნაჭუჭის მიღმა ნამცესა ყავისფერი თვალები ჩნდება. დაცებელობობას ეს არ ეპარება და ყურბელას სოროში ჩადის. დედა საფრთხეს გრძნობს. ის არ დაუშვებს, რომ მის შვილებს რამე დაემუქროს. ობობა მოგერიებულია და იძულებული, რომ გარეთ სიცივეში დაბრუნდეს. კიდევ 3 კვირა თერმომეტრი 0-ს ქვემოთ ტემპერატურას აჩვენებს. მიწის ზედა სამყარო მიძინებული და გაყინულია, თუმცა მიწის ქვეშ გამოღვიძება იწყება. ყურბელას ჭუპრები სწრაფად იზრდებიან. და კანს მუდმივად იცვლიან, ასევე ფერსაც და დედასავით მოქმდებიან. დედისგან განსხვავებით ახალგაზრდა ყურბელებს ოჯახის დასაცავად ენერგიის ხარჯვა არ სჭირდებათ. ისინი ჯერ გამოუჩეკელი დაძმებით ფეხბურთს თამაშობენ. შემდეგ ვახშმობენ. საკვები ამჯერად საკმარისია, თუმცა წინ მთელი ზამთარი ელოდებათ. ისინი მეტი საკვებისთვის დედას მიმართავენ. მას კი მხოლოდ ერთი რამ აქვს. დედობრივი მზრუნველობის ბოლო საფეხურზე ყურბელა უდიდეს მსხვერპლზე მიდის. შვილებს საკუთარ სხეულს თავაზობს, რომ გაზაფხულის მოსვლამდე საჭირო კალორიებითა და ცილებით მოამარაგოს. იანვრის ბოლოს აღმოსავლეთ აზიის მეტი ნაწილი ასევე ზამთრის ყინულოვან საბურველშია გახვეული. ციმბირში ჰაერის ტემპერატურა შეიძლება -60 გრადუსამდე დაეცეს. სუსხიანი ქარები კი გაყინული ტბების ზედაპირზე დათარეშობენ. იაპონიის ზღვის გამოვლის შემდეგ ქარი ტენიანი ხდება. დასავლეთ იაპონიის ციცაბო მთებთან შეჯახების შემდეგ გეგონებათ ქარი დედამიწაზე თოვლის უზარმაზარ ტომრებს აპირქვავებს. იაპონიას შეიძლება პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე თოვლიანი ქვეყანა ვუწოდოთ. მაიმუნის საპოვნელად ჩვეულებრივი ადგილი არ არის. იაპონური მაკაკები პრიმატების ყველაზე ყინვაგამძლე ჯიშია. მათ სიცივის არ ეშინიათ. ზამთარში საკვების მოპოვება საკმაოდ რთულია. ხანდახან შეიძლება თოვლის ღრმად გათხრა მოგიწიოს, რომ ყინულით დაფარულ ხოჭოს მიაგნო. თოვლში მაიმუნის ბეწვიც რთულად შრება. როცა სხეულის ტემპერატურა ეცემა და სტრესი მატოლობს, მაკაკას ერთადერთი გზა რჩება.
მის მეგობრებთან ერთად სპასალონს უნდა ესტუმროს. თერმული წყლების ტემპერატურა ჰაერზე 50 გრადუსით მეტია. როგორც ჩანს, მაკაკებისთვის ძენის ფილოსოფია უცხო არ არის. ისინი თერმულ წყლებში საათობით რჩებიან. მაკაკები ჯგუფურად ცხოვრებას ირჩევენ, რაც პრიმატების ერთ-ერთი ჩვევაა. ადამიანებმა კი ეს უკიდურესობად ვაქციეთ. ასობით მილიონი ადამიანი ადგილს ამყოფელს იცვლის, რომ ჩინური ახალი წლის შესახვედრად რამდენიმე თაობა ერთ ოჯახად გაერთიანდეს. ეს ადამიანთა უდიდესი მიგრაციაა პლანეტაზე. შანხაიდან პეკინამდე ყველაფერი განათებულია. ორი კვირის მანძილზე ადამიანები დრაკონების ცეკვის სანახავად იკრიბებიან. დრაკონი იღბლიანობის სიმბოლოა. მის სიახლოვეს ყოფნა მომავალ წელს ბედნიერებისა და წარმატების მომტანად ითვლება. ჩინური ახალი წელი ზამთრის მზებუდობის შემდეგ მეორე ახალ მთვარეობას ემთხვევა. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ გაზაფხული მიემართება. კვეთს რა ეკვატორს, ზის მძლავრი ენერგია დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში სხვა ფენომენის მიზეზად იქცევა. თებერვალში, წველი მზის გამო, ეკვატორულ აფრიკაზე ხმელეთი გავარვარებულია. ძლიერ სიცხეს ტენიანობა და ქარები ემატება, რაც ტროპიკული წვიმის უზარმაზარ სარტყელს ქმნის. კონტინენტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობის წყალი მოძრაობს. ამ სეზონს სველი ეწოდება. სამხრეთ აფრიკაში, ზამბიაში, იანვარ-თებერვალში იმავე რაოდენობის ნალექი მოდის, რამდენიც მთელი წლის განმავლობაში. ბეჰემოტები სულ სეზონზე ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. თებერვალი მშობიარობის პერიოდია. რაც ამ ახალ ბედა-დედისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რამდენიმე კვირის ნაშიერი თლიანად დედაზეა დამოკიდებული, მისი დახმარებით ეცნობა წყლის სამყაროს. ნაშიერისთვის აკყოფნა სახიფათოა. დედა თითქმის ურეაქციოდაა,
ზრდასრული ბეჰემოტი იმდენად დიდი ზომის და ძლიერია, რომ ნიანგი საკვებად არ მიიჩნევს. ამ წვიმიან სეზონზე წყალში იმდენი ადგილია, რომ ყველა ცხოველი უსაფრთხო დისტანციაზე რჩება. თუმცა ეს გაყინული თვალები შემაშფოთებლად გამოიყურება. დედამ გადაწყვიტა, რომ ნაპირზე დასვენება ცუდი აზრი არ იქნებოდა. ნაშიერი დედას არ სცილდება. მათ შორის კავშირი ინტენსიურია და შეიძლება 6 წელი ან მეტ ხანს გაგრძელდეს. შვილის უსაფრთხოება დედაზეა დამოკიდებული. საშიშროება ყველგანაა. ამ მდინარეში ჰიპოპოტამების სიცოცხლეს ყველაზე ხშირად ლომი ემუქრება. გამოუცდელი დედისთვის რთულია იმის გარკვევა, ნაშიერი ყველაზე დაცული სად იქნება. იგი ისეთ არჩევანს აკეთებს, როგორცაც ბეჰემოტების უმეტესობა. საკუთარი უსაფრთხოება შვილის უსაფრთხოებად მიაჩნია. გარშემო მყოფნი ხვდებიან, რაც მოხდება. თუმცა ბეჰემოტის ნაშიერი მეტად მიამიტია. იმ დროისთვის, როცა დედა შეცდომას მიხვდება, უკვე ძალიან გვიანია. დედისთვის შედეგი შემზარავი და სავალალოა. ერთი წლის ასაკს ბეჰემოტის ნაშიერთან მხოლოდ ნახევარი აღწევს. დანაკარგი რეალობაა. ამის წინაშე ბეჰემოტი შეიძლება კიდევ ბევრჯერ აღმოჩნდეს. სველი სეზონი სამხრეთ აფრიკის სანაპიროების რეცხვას აგრძელებს. გიგანტური ბალახის მჭამელი ცხოველები ხეობებში ახალ ფოთლებს ანადგურებენ. თითქმის ნახევარი მონელებულია იმ დროისთვის, როცა ხელახლა გაწვიმდება. ნაკელისა და მაღალი ტენიანობის კომბინაციას ერთ-ერთი ადგილობრივისთვის თრობის ეფექტი აქვს. როცა წვიმის წვეთები კარზე უკაკუნებენ, ის ჩქარობს კარი გააღოს. სპილენძისფერი ფუნაგორია ხოჭოსთვის ეს ნამდვილი სამოთხეა.
ფუნაგორია ხოჭო მშრალ სეზონს მიწისქვეშ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ატარებს. სეზონური წვიმის მოსვლისთანავე ის მოქმედებას იწყებს. ზოგიერთი არსება წყვილისკენ გარბის, თუმცა ფუნაგორია დაწყვილებას არ ჩქარობს. მთელი ყურადღება სეზონური შედევრის შექმნაზე გადააქვს. ის ნაკელის ბურთს ამზადებს. ამ გზით ცდილობს მდედრი მოხიბლოს და მას კვერცხის დადების სურვილი გაუჩინოს. ფუნაგორია ჩქარობს, ბურთს მდედრისკენ მიაგორებს, რომ არავინ მოპაროს. მას მკაფიო გეგმა აქვს, ამიტომ ხშირად ჩერდება, რომ მზის პოზიციას დააკვირდეს. პრობლემა ის არის, რომ ნაკელი ბუზებსაც უყვართ. შანსი მიეცემათ თუ არა, ბურთულას თავიანთი კვერცხებით გაავსებენ. ფუნაგორიას ბუზების მოგერიებაც უწევს. ის კოორდინატებს უკანასკნელად ამოწმებს და მიმართულებას კიდევ ერთხელ აზუსტებს. რბილი ნიადაგი ცოტა ბალახთან ერთად იდეალური შეხამებაა. ხოჭო მიწას თხრის, თან აკვირდება, რომ მის ბურთსა და კვერცხებს არაფერი დაემუქროს. როცა სველი სეზონი მშრალად გადაიქცევა. თებერვალში ინდონეზიის გარშემო ოკეანე და ეკვატორული წყლები მშვიდია. ეს ორი ოკეანის შეხვედრის ადგილია. წყალი წყნარი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანისკენ მიედინება და გზად ათასობით კუნძულს გაივლის. წყლის ამგვარი გადანაცვლება დინამიკური ტროპიკული ეკოსისტემის მიზეზად იქცა, რასაც რაჯა ამპატის მშვენიერი კუნძულები აგვირგვინებენ. წყალქვეშ საკვები ნივთიერებები ძლავრ დინებას გადააქვს და პლანქტონი მრავლდება. მიკროორგანიზმების ასეთი ნარევი ოკეანის მთელი კვებითი ჯაჭვის საფუძველია. ლიფსიტების ჯგუფი მტაცებელთა მთელ ესკადრილიას იზიდავს. ეს ზღვის ეშმაკია. ის ასობით კილომეტრს ცურავს, რომ ასეთი სეზონური ნადავლი მოიპოვოს. ჯგუფში 30-ან მეტი თევზია, რომლებიც წყალს მაკრატელივით კვეთენ. მჭიდრო დაჯგუფება შეშინებულ ლიფსიტებს აფრთხობს. ზღვის ეშმაკის მოქნილ სხეულს, რომელსაც რეაქტიული გამანადგურებლის მსგავსი ფარფლები აქვს, შემტევ სიჩქარეზე გადასვლა მილიწამების მანძილზე შეუძლია.
მოულოდნელად წყლის სიღრმიდან ოკეანის ეშმაკი ამოდის თანამგზავრებთან ერთად. ეს სკაროსის ყველაზე დიდი ზომის სახეობაა. ორტონიან სხეულს ეს მძლავრი ფრთები წყალქვეშ მსუბუქად მიაცურებს. წლის განმავლობაში უმეტესად მარტო მოგზაურობს. რაჯა ამპატში საკვები ნივთიერებებით მდიდარი წყლები მრავალ არსებას იზიდავს. ისინი ადგილობრივი სკაროსების ჯგუფებს ერევიან. ეს დიდი იშვიათობაა, როცა ორივე სახეობა ერთსა და იმავე წყლებში იყრის თავს. ღია პირით, რომელიც ფილტრის ფუნქციას ასრულებს, ისინი დინებას ჯადოსნური ხალიჩების მსგავსად მიყვებიან. ინდონეზიის სამხრეთით ავსტრალია მდებარეობს. კონტინენტი, სადაც ზაფხული უკიდურეს სიცხესთან ასოცირდება. ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტია. ხალხი გასაგრილებლად სანაპიროებისკენ მიემართება. წლის ამ დროს ავსტრალია პლანეტის ერთ-ერთი ცხელი ადგილია. კონტინენტის სიღრმეში წვიმა თვეების განმავლობაში არ მოდის. ტემპერატურის გლობალური მატების ფონზე ავსტრალიაში ზაფხული ყოველ წელს უფრო და უფრო ცხელი, მშრალი და სახიფათო ხდება. მეხი მშრალ ბალახს ეცემა თუ არა, ნაპერწკალი ჯოჯოხეთად იქცევა. სანამ სხვების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ, ტაცებელი ფრინველი მსხვერპლს უახლოვდება. შავი ძერა. არსება, რომელიც ხანძარს სპეციალურად დაეძებს. ეს ერთადერთი არსებაა ავსტრალიაში, რომელიც ხანძრების სეზონს სიხარულით ელოდება. მას კვამლის სუნი იზიდავს. სხვა ძერებიც მზად არიან სანადიროდ კილომეტრები დაფარონ. ხანძარი ნელდება და ძერებს შორის კონკურენცია მძაფრდება. ნაკლები ცეცხლი ნაკლებ საკვებს ნიშნავს. ერთი შავი ძერა კვლავ მშიერია. ის ფენიქსსაც გავს და პირომანიაკიცაა. ძერის აქციელი ლეგენდის სიუჟეტს გავს. ადგილობრივი მოსახლეობა მას ცეცხლოვან ქორს ეძახის. თითქოს ადამიანი იყოს, პირადი ინტერესის გამო ხანძარს აჩაღებს. მისი პირადი ინტერესი კალიებია. დაკმაყოფილებული ძერა მიფრინავს. ალბათ ხანძრის ახალი კერა შეამჩნია, რასაც ნებისმიერ თანამგზავრზე უკეთესად ახერხებს. ავსტრალიის გადამწვარი ნაწილი
სამხრეთ ამერიკის ჯუნგლების ფონზე მკვეთრ კონტრასტს ქმნის. ამაზონის ტყეში თებერვალი მშრალ სეზონად ითვლება. სიმშრალე შედარებით იცნებაა. ჯუნგლებში მაინც კოკის პირულად წვიმს. წვიმა რამდენადაც სწრაფად იწყება. იმდენად სწრაფად წყდება. გამოიდარებს თუ არა, ფოთოლმჭამელი ჭიანჭველები თავიანთ მთავარ მაგისტრალზე სეირნობას იწყებენ. ბაიას ხე ყვავილობს. ჭიანჭველები წლიურ მოსავალს იღებენ. საზეიმო მსვლელობას 10 მილიონი ჭიანჭველა უერთდება. ისინი ჩქარობენ. საკვები მიწისქვეშა წყალმცენარეების ბაღში მანამდე უნდა მიიტანონ, სანამ ისევ კოკის პირულად გაწვიმდება. რიო-დე-ჟანეიროში ხალხი ამ სეზონს კარნავალით აღნიშნავს. ეს ყოველწლიური ფესტივალია, სიუხვის დღესასწაული, რომელიც მარხვის დაწყებამდე აღინიშნება. ღონისძიება ინტენსიურ მზადებას, გუნდურ მუშაობასა და სინქრონულ მოძრაობას მოითხოვს. ეს წლის დასაწყისის ველური კულმინაციაა. ჩვენი პლანეტა უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთის გარშემო მორიგ 60 გრადუსიან ბრუნს ასრულებს. უახლოეს თვეებში დედამიწის მცხოვრებლებს ძირეული ცვლილებები ელოდებათ. ვინაიდან მთელი ველური წლის განმავლობაში ცვლილება მუდმივი პროცესია. ახმოვანებდა მაია კოკოჩაშვილი. გახმოვანებულია საქართველოს პირველი არხის მიერ.